ცხინვალშიც ვიყავი, გორშიც. და სამუშაო ვერ ვიშოვე. იცი რას გითხრან თემურ? მუშაობა შენი საქმე არ ვიქნებოდე. თავრობაც სამსახურს არ მოგცემდე. სადაც თავი შეყავი ყველგან გამოგაგდე. ქალაქშიაც ვეღარ წახვიდოდე და აქაც უსაქმოდ დაეხეტებოდე. ერთი ეს გითხარი ჯაყოსა. ვაჭრობა როგორ მოგწონდე? ვაჭრობა? ვაჭრობა ჩემი საქმეა, კარგად მაქვს შესწავლილი. ბანკში და კოოპერატივში მუშაობ. თავი დაანებე კოოპერატივი, ჩორტო კოოპერატივი. შენ ყური გიგდე ჯაყოსა, ჯაყომ შენზე კარგად ვიცის ვაჭრობას და კოოპერატივიც. მოდი ამ სოფელში ერთი დუქანი გახსნა, ჰა? რა სიტყოდე? დუქანი მე? მაშ. მე ხაზენი შენ დახლიდარი. ჰა? რა სიტყოდე? კარგი საქმე გითხრამთ ჯაყოი თუ არა? მოვიფიქრებ, მოვისაზრებ ჯაყო. შენ რა სიტყოდი, მარგო? ტყუილ უბრალოდ ხეტიალს, ისევ დახლიდარობას ჯობია. ჯაყოს მადლს მაინც არ დაგაყვედრიან. ყური გიგდე ჯაყოსა. გლეხი ტუტუცი ხარ, ძელი ფულის არაფერი გესმის. ჯაყომ კი ადრე გაიგე რომ ეს წინანდელი ფული სულ უკან მიდიხარ და მიდიხარ. ჩორტო ასეთი ფული, თქვა ჯაყომა და ის ფული ერთი დღეც არ შეგინახე. ჯაყომ ეშმაკობა გაგიკეთე და მარტო საქონელი ივაძრე. ერთ გირვანკა ნავჩი, ნახევარი ჩანახი ლობიო აიღე, ან სამი გირვანკა მატყლი, ან 10 გირვანკა კარგი ხილი. გლეხები დათვლა აღარ ვიცის. ყველაფერი ისი აგერია თავში, რომ ძაღლი პატრონს ვეღარ ვიცნობდი. ყველანი გაკოტრდი, ჯაყო იგი გადარჩი და ბევრი ფულიც მოიგე. აბა ნათლია, პასუხი მოგეცი. თანახმა ვარ. ჯაყოიც თანახმა ხარ. მაშინ ღმერთი იყავი ჩვენი საქმის ამხანაგი. დავიწყებდეთ. ნათლია. ჯაყოს დახლიდა რა დაუდექი. რა ვქნა ნინიკ? უსაქმურობას ისევ ეჟობია. რაღა ჯაყოს მიეშველი. ის კი არ ეყოფა იმ წურბელას, რაც ციცხვი გამოგწოვა. შენი ოჯახიც მაგან შეჭამად ეხლა დახლიდა რა დაუდექი განა. საცა კოოპერატივი უნდა გავხსნათ. ჩვენ კაცი არ აქვს. შენ კი ჯაყოს მიემხრე. აზერ ჩვენ გიშველო შეგაიგაცო. ალბათ ჯერ არ იცნობს ჯაყოსა თორე მხარს არ მისცემდა. ჯაყო წინანდელ ჩარჩზე უარესია. რაღა მეკითხრა, შენც კარგად იცნობ მაგარ ამზადას. ჯერ იყო და შენი ტყე მუქთად ჩაიგდო ხელში. ვიცი, ნინიკა, ვიცი.
გიშველა ღმერთმა თუ იცი, მერმე იყო და სოფელი აიკლო. შენ რო ქალაქში ხავდა არაფერს ხედავდი. ეგ კაცი ჩვენ ტყავს გვაძრობდა, აღარაფერი შევარჩინა. საქონელს იტაცებდა. ხალას ორჯერ და სამჯერ გვახტევინებდა. შენი შემოსავლის ნახევარს იჯიბავდა. ჩემ ბრალია ძმებო, ჩემ დროზე ყური ვერ ვათხოვე თქვენ საჩივარს და არ მოგაშურეთ ის კაცი. გიშველა ღმერთმა ეგეც გწოდნია. მერე იყო და ყველაზე კარგი მიწევი მაგან დაიჩემა. ბოლოს კი ისე წაიყვანა საქმე, რომ შენი სახკარი და ბაგიც დაისაკუთრა. მამა ჩემი იმ ვენახში დაბერდა. ჯაყოკი ზედ დააჯდა. სამართალი სად არის? მაგას თავი დაანებე. თეიმურაზის სახლის მორთულობას რო დაიჩემა ის რაღა არის? მაშა, შენეგა თქვიდა. ისე იესმაკა, ვითომ სახლი ყაჩაღებმა გაცურთვეს. ნამდვილად კი თვითონ დაიტაცა ყველაფერი და შენი სიმდიდრე ისევ ჩვენ დაჩაგვრას მოახმარა. ერთ არშინ ჩიტში ერთ ფუტ ხორბალს გვართმევდა, კაცო. რაღა გვართმევდა, ეხლა ზეგრე არა შადის. იმიტომ კი არ გავყარეთ ეს თავადები და ბურჯუები, რომ ახალი ბატონი დაგვესვა გისერზედა. მე რატომ აქამდე არ ალაგმეთ ეგ კაცი? იმიტომა რომ მთელი სოფელი ხელში ყავს. დაიძახიან ბევრი სიკეთე გვიყო. არ გვინდა მაგის სიკეთე. ქარისა არც მოტანილი გვინდა და არც გატანილი. ცოტა მოიცადოს და ნახავსა. სკოლის და კოოპერატივის საქმეში დაგვეხმარები თუ არა? მოვიფიქრებ. ზალა მოფიქრება გინდა შეგაიგას. არა, ნუ დამაჩქარებთ, მოვიფიქრებ. არგი. აიფიქროს. მოიფიქრე. მაგრამ ეჯაყოს თავი დაანებე თორემა. გავყიდე 10 გირვანკა ნავთი. ეს 6-აბას. 2 ფუთი მარილი. 2 მანეთი და 14 შაური. გაყიდული საქონელი ამ წინგში ჩავწერე, ხოლო ნავაჭრი ფული დღიურ კასაში ჩავიტანე. აი ამ წინგში არის ჩაწერილი მოკლედ. შენ ფული მოგეცი ჯაყოსა და საცაგინდებოდა იქ ჩაწერე. ეს ბუღალტერია ჯაყო. და ბუღალტერია შენთვის შეინახე, მე რა ოხრად გინდა? ეს ქვეყანა ბუღალტერიაზე არის აშენებული ჯაყო, სადაც ბუღალტერია იციანი, ყველაფერი იციან, წესი, დისციპლინა, შრომა და მომავალი. მაგრამ სადაც არ იციან, იქ უწესობა, უდისციპლინობა, ანარქია, არევდარევა და წვდიადი მეფობს. ვიცის ჯაყომა, ვიცის. მორჩი და გაგათავე. როცა მუშტარი არ ვიქნებოდე, ეს ციგნები წაიკითხებდი, არ მოგწმინდებოდეს. ეს ლოგინი რა თქმა. მას დუქანი უპატრონოთ ხომ არ დარჩები? მართალია, მაგრამ გიბამ მან ქეშელამ გაათიონ ღამე დუქანში. გიბა და ქეშელას თავის საქმე გაქვს, დუქნისთვის არ გცალია? ღამე ნუ წაიკითხებდი, ტყუილა ნავთი დაიწვებოდი და შენს თვალები გეტკინებოდი. შენ უ შეგეშინდებოდის. როცა გიბა და ქეშელა მოიცლი, დუქანში ჩადგები, შენ კი მარგოსანახავად მოხვიდოდე. ის საჭმელი ბრინკაი მოგიტანებდე. აბა, ხოჭაღად ვიქნებოდე. რა შენი საქმეა დახლიდარობა? შენი საქმეა ძმაო ივანე შავი მუშაობა და მიწის ხულა. ჩემი წინაპრები მიწის მუშები იყვნენ, ამიტომ ეც მიწას დაუბრუნდი. დროზე გამოიცვალე ქურქი. ჭუამ გამიჭრა.
რიგალს გადარჩი და ცოლშვილიც გადაარჩინე, ბედნიერი კაცი. გარდა ამისა ძველადვე უთქვამთ ჭკვიანებს, სადაც არაშობს, დაცლაშობს კარგი სამამაცისაგან. რუსთაველს უპასუხია ჟობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანი. რატომ არ ირწმუნებ რომელიმე ღმერთს ან ეშმაკს? ვეძებ და ვერ მიპოვია. მას რას აპირებ? აღარაფერს. მე ჩემი შევასრულე მეყოფა. ეხლა სხვებმა ზიდონ ამ ქვეყნის ტვირთი. მალე გავათაებ ამას ხრობა ზოგნი რომ სიცოცხლეს ეძახიან. აღარაფერს აღარ ველი. თქვენი თაობა უკვე მკვდარია. შობია გარემოებას შეურიგდე და დამშვიდდე. საოცარია. საკვირველია. ჩვენი დასაფლავება ჩვენ თვალწინ ხდება, ანდერს გვიგებენ და ჩვენვე ვესწრებით ჩვენს ქელებს. მაგრამ მე თეიმურას ხევისთავი ჯერჯერობით სიკვდილს არ ვაპირებ. არ მინდა მეთქი სიკვდილი, გესმის? მესმის ნუყვილი. ივანე! ერთი რამ დაიხსო მე სამუდამოდ. მე მომღუნეს, შეიძლება მომტეხონ კიდეც, მაგრამ ვერასოდეს ვერ დამიმორჩილებენ, გესმის? ვერასოდეს! მე ჩემ ნამდვილ სათქმელს ვიტყვი. ის დრო მოვა. ისე მჯერა იმ დღის მოსვლა, როგორც ხვალდილით მზისა მოსვლა. ჯერჯერობით კი ახია ჩვენზე, ახი! უძლური ყოველთვის ბრალიანია, ყოველთვის. აგრე გვინდა, აგრე! აგრე გვინდა! აგრე! შეგაიკაცო. დავშვიდი, მოიცა დავშვიდი. მოდი თითო დავრიოთ. აჰა. დალიე. პირიც მოშველე. და გემართა შეგაიკაცო. სირცხვილია. ვაშკაცი არა ხარ? მოგეშინია. წუთი რმა სისუსტემ დამძლია. გამივლის. ბრძენი მეგონე. თურმე შენც გწოდნია თავის მოგიჟიანება. არავინ არ იცის რას ჯობს ამ ქვეყნად და რას ჭარბობს სიბრძნე თუ სიგიჟე. მათი ზღვარი ჯერ არავის მოუძებნია. ჯაყოსთანა ბატონი ამ სოფელს არ ახოლია და არც ახლომახლო მოიძებნება. ერთი თვით, ერთი კოდი ხორბალი ვთხოვე. ერთი ორად დამისვა. სხვებსაც ასე უშრება. ქაური ხალხი თან და თან ხელში ჩაიგდო. ყველა ჯაყოს მოვალე. დიდი შეძლება უნდა ქონდეს. ნახევარ სოფელს იყიდის. როგორ აგონია შენი ნიფთები ვითომ ქურდებმა და ყაჩაღებმა წაიღეს? ვიცი, იანე. ეხლა ყველაფერი გამოაჩინა, აღარ მერიდება. ამას წინათ ცოლი გააგდო. ერთი კი არა, ორი ცოლი გააგდო, ორივე სხვებს მოსტაცა და ახლა ამბობენ მეოთხეს დაეძებს და იშოვნა კიდეცაო. არ ვიცი, არ გამიგია. ვინ არის, ვის გადაეკიდანა და? არ ვიცი. იკითხე, აქეთ, იქეთ. იქნება გითხრან. ეს ღმერთმა ადგეგრძელოს. ესეც დაემახსოვრე. მტერი მოყრულად მოსული მტერსედაც უარესიაო. აქამდე თავისი ტოლები ჰყავდა ცოლად. ახლა მადა გაეხსნა და დღედაღამ გაჰკივის. ჯაყომ ისეთი თავადის ქალი შოვნე რომა? გინიშოვა? არ ვიცი. იქნება სხვებმა იციან და გითხრან. ნეტარი იყვნენ გლახაგნის სულით, არამედ თუ მათი არ სასუფევლიცადა. სახარება მათისაგან თავი მეხუთე.
ნეტარიყვნენ გულავარნი გულთა რამე თუ იგინი ნუგეშის ცემულიყვნენ. ნეტარიყვნენ შვიდნი რამე თუ მათ დაენგიდრომ ქვეყანა. გეყოფა გაათავე. ვნახე და გავიგე შენი წიგნების ძალაც და ნამდვილი ცხოვრებაც. რა ჭირათ მინდა შენი ფუღურო სიტყვები. ჯაყომ არაფერი არ იცის, მაგრამ ყველაფერი შეუძლია. შენ ყველაფერი იცი, მაგრამ სანაგვეზე გადასაგდები ჩვარი ხარ. ნეტარიყვნენ რომელთა შიოდეს და წყურვდეს სიმართლისათვის რამე თუ იგინი განსღენ. ნეტარიყვნენ მოწყალინი რამე თუ იგინი შეიწყალნენ. ნეტარიყვნენ წმიდანი გულითა რამე თუ მათ ღმერთი იხილონ. ნეტარიყვნენ დევნილნი სიმართლისთვის რამე თუ მათი არსოს უფევლიცადა. ღამე ლევანაშენში გაათენებდე. ჩვენებიანთ თომასთან იქნებოდე სტუმრათა. უშე მოღალატე მრუშო ბილწო დედაკაცო. ღმერთო დიდებულა. ნუ თუ ვინ? მარგონ? ვის? ჯაყოს? სასაცილოა სარაკოს ისულელია? თემურ, არა გძინავს? მეც ვერ დავიცინე. დამტკიოდა. ცოტა გავიარე. მაშ მარგო, თემურაზი ჯაყოსე გასწვალა. იმ დღიდან გამოარდნილ ნადირზე, გუშინდელ მოჯამაგირეს. იმ რეგვენ და ბნელ ჯაყოზე, იმ ჯაყოზე, რომელიც გუშინ თემურაზის ნახირს დასდევდა. ჯაყო მარი მყოფინა წარწმული სახლკარი. ბაღი ვენახი, ეზო და ნაფუძვრები, თავეჯი და წიგნები. ახია ჩანზე. აღი. აკრემინთა. აკრე. მოყავ. მოყავლე რაგი, მოყავლე გარამზადა მხეცი საზიზღარი პირუტყვი. მოყავ თეიმურას ხევისთავო. კაცი კი არა მხეცია, მხეცი. დებულა უფალო ძლიერო შენი მდემა შეწოდებანი ჩემი მომეც მეძალა რადგან მეც ადამიანი ვარ ადამიანი მამოიხ მესმის
გეძნელება ლაპარაკი. მესმის. იმ ხეცმა შენზე ძალა იხმარა. რა თქმა უნდა, ძალი დაგიმორჩილა, არა? შენც შეგეშინდა სირცხვილის, ამიტომაც აღარ გამიმჟღავნე. ასე მოხდა ეს ამბავი, არა? ახლა ყველაფერი ცხადია, ყველაფერი მესმის. პირველად ეს ამბავი მაშინ მოხდა თბილისიდან რომ მოდიოდით. რა? იმ ღამით ლეონა შენში არ ყოფილხართ. ესეც ხომ მართალია? რაგი ჯაყოს ერთი ძალადობა შერჩა, მერმე შეგეჩვია. შენ რასაკვირველია? უძალიანდებოდი, იტანჯებოდი, მაგრამ სისხლისა შეგეშინდა, ამიტომაც აღარ გამიმჟღავნე. ასე მოხდებოდა ეს ამბავი. უეჭველად ასე მოხდებოდა. ამიტომაც დამიმალე. მართალს ვამბობ თუ არა? მადლობა უფალს. ყველაფერს გაპატიებ. ყველაფერს. დაიწყოთ ახალი ცხოვრება. ჯაყოს კი. ჯაყოს არ შევარჩენ ჯაყოს. ვის არ შეგარჩენ ჟენა? ვის არ შეგარჩენ მეთქი ბრინკა? ვისა? ჯაყო არ შეგარჩენ? ჯაყოს? ჯაყო! დედას გიტირები ჯაყო. გაგიშე ჯაყო რო ხორივი დაკლა ეს ბრინკა. გაჩერდი დაჯექი. ჯაყოს გემუქრება ბრინკა. ჯაყო. რა გინდებოდეს ჟენა? რა გინდებოდეს მეთქი ჟენა რა? მარგო იგინდოდეს? მარგო, რა გინდოდეს მე? რა შენი საქმე ვიქნებოდი ასეთი ცოლი? ვერ აჭმევდე და ვერ შეინახამდე. აქამდე შენთან არიყავი მარგოი? როგორ გახდი მე? მარტო ძვალი გადარჩი. აბა ახლა გიყურე? ამასავით ინდაურიც ვერ გასუქდები მათ. აგრე იცის კარგმა ცხოვრებამა. აბა მარჩი გათებდე. მარგოი ჯაყოსია? და ჯაყოი აღარ მოგცემდე. აღარა? ახლა წახვიდოდე და საცა გინდებოდე იგი ჩივლებდე ჯაყოსა. მარგოს მაინც ვკითხოთ. მარგოსა? ძალიან კარგი ვკითხოთ მარგოსა. მარგო, ეს დავა შენ უნდა გადასჭრა. მარგო! აბა გითხარი ვინ გინდებოდეს? მე თუ ბრინგაი? რას გაჩუმებულ ხარ, მარგო? გითხარი მეთქი? გითხარი ვინ გინდებოდეს მე თუ ბრინგაი? ხვენოდეს. საცახვიდოდე! ახლავე იტყოდე მეთქი ყველაფერი, ახლავე! მარგო, მე მივდივარ ამ სახლიდან, მოდი ხარ თუ რჩები. მე მივდივარ მეთქი ამ სახლიდან, მოდი ხარ თუ რჩები. ჯაყოი ძალა არ დაგატანი? თუ გინდებოდეს სახვიდოდე, ესე ჩენა, ესეც თემურაზი. აბა გაგათავე. მარგო,
მე მივდივარ ამ სახლიდან, მოდიხარ თუ რჩები. გათებული ხარ, ბრინგაი, გათებული. დრო აქედან წახვიდოდე. აბაჩკარა, გაგათრია ამ სახლიდან. შვიდობით, მარგო. შვიდობით. ეს რა მიყავი შემხეცო? ესეც შენა. თუ ეს საქმე გაგიკეთე ჯაყოსა 60 ჩანახი პური მოგცემ. კარგი ჯაყო. ნახავ. ცდი. კიდევ ერთი რამე უნდა გითხრამდე. თუ ნაშინდარ სკოლა გაგიკეთე, მეც ერთი ურემი და ერთი კაცი მოგცემ სამუშაოთა. მაგრამ კოოპერატივი არ გინდა ჯაყოსა. ვიცი. ქჩორტუ კოოპერატივი არ გინდა კოოპერატივი ნაშინდარს ამაშ. ვიცი ჯაყომა, რა გინდა კოოპერატივი? ხალხი ტყავი გინდა გააძრო განა? ვიცი ჯაყომა, ვიცი. ჯაყო. კოოპერატივის საქმეში მე ვერ დაგეხმარები. კარგი, კოოპერატივის საქმე მერე იყავი. შენ ჯერ თეიმურაზის საქმე გაგიკეთე. აბა, ხელი მოგეცი. რაც მოხდა. სირცხვილია რომ კნეინა მარგო ჯაყოს ხასად დაუსვა. შენს გვარს მაინც ნუ შეარჩენ. გაეყარე. მურად გირჩევ ძმაო თეიმურ. ჯერ ასწონე და მერმე გადასჭერი. ჯარგუში. მეგობარო. შეგენაცვალოს თეიმურას. შენი ჭირიმე. მე ყველაფერს დაპატიებ და დავივიწყებ. მე უკვე ნაპატიები და დავიწყებული მაქვს. მე არაფერი არ მახსოვს, არც არაფერი მინახავს. მეცაც გეტყვი. ყველაფერი ჩემი ბრალია. მარტო მე ვარ დამრაშა. მარტო მე ვარ ბრალიანი. მაგრამ დღეს წინადელი თეიმურაზი მოკვდა და ახალი დაიბადა. რაც მოხდა
მოხდა. მე ყველაფერს გაპატიე. შენც ვაპატიე. თუ მაპატიებ შენს ერთადერთსა და ერთგულ მეგობარს. ჩემო მარგუში. ჩემო დაუვიწყარო. დაო. მე დავდა. მე უღლევ. მარგო. თემურ მითხარ. რა გინდა? რა საპირებ? მე რა მინდა? ხო. კარგი თემურ, კარგი. მე რა მინდა? შენს გვერდით ყოფნა და შენთან სიცოცხლე, მეტი მე სხვა არაფერი არ მინდა. ჩემთან. როგორ ჩემთან თემურ? ნუ შეშინდ, მარგუში. მე მხოლოდ ის მინდა რომ სადმე შენს გვერდით ვიყო რომ ზოგჯერ შორიდან მაინც დაგინახო, მეც არაფერს არ გთხოვ. არ ვიცი. არ მესმის. ჩემთან როგორ გინდა? რისთვის გინდი ვარ თემურ? ჩაყურა სიტყვის. არა ხალხი რას იფიქრებს თემურ? მე ისევ შენი სულიერი ქმარი ვიქნები. არა, ქმარგი არა. შენი სულიერი ძმა და ერთგული მეგობარი ვიქნები. მეც მე არაფერს არ გთხოვ. გამარჯობა, ბრინგა. როგორ ახარ? მადლობა ღმერთსა, რომ ეგრე გადარჩებოდე. მადლობელი არჩაყო, მადლობელი. რა ვერ გაგათავებდით აქამდეის? ნუ შეშინდ, ჯაყო. ჯაყოს ბრინგაის არ გეშინია? არა ჯაყო. მე უკვე შენთვის საშიში აღარა ვარ. გინდოდეს თუ არა? თუ არა? რომა? მარგოს გაეღრებოდე. ჰა? გინდოდეს თუ არა? ჯაყოი ფული მოგცემდე. ბევრი ფული მოგცემდე. ფულზე ხმა არ მოიღო ჯაყო. მაშ? ფული არ უნდა აიღებდე მაშ? საქმე გათავებული ხარ. ხოლმე გაეყრებოდე მარგოსა და საღამოს აქედან წახვიდოდე. არა ჯაყო. მე არსადაც არ წავალ. მაშ რაც გააკეთებდე აქა? როგორ იცხოვრებდე? ისევ დუქანში ვიმუშავებ. ოღონდ ერთის პირობით. მარგო ყოველდღე უნდა ვნახო. არა, შენ არ შეშინდე. ჩვენ შორის მხოლოდ დაძმობა იქნება მეტი არაფერი. ოღონდ ზოგჯერ მარგოს გვერდით მიუჯდები და 2-3 სიტყვას ვეტყვი. არა, თუ გინდა სულაც ხმას არ ამოვიღებ. მაშ ჯაყოი მარგოს ქმარი ვიქნები? შენ კი ძმა იქნებოდე, არა? ხო, ჯაყო, ხო.
შენ ქმარი და მე ძმა. წავიდეთ ჯაყო. ცოტაოდენი პატივი მაინც დასდე შენს თავს, სახელსა და წარსულს. არ მესმის რა დაგემართა. შენი წინაპარნი რკინას ჭამდნენ, დათვებს ხანჯლით ხოცავდნენ და ყინულზე იძინებდნენ. წინ დაიხედე, ისეთ გეხარ შენი მამის საფლავზე, როგორც წიწილა დევის მკერდზე. ციცილა? მამა შენი და შენი წინაპარნი სულითა და ხორცით ფოლადისგან იყვნენ ჩამოსხმული, შენ კი გულის მაგივრად დამპალი ძონძი ჩაგიგდია, სულის მაგივრად სიმყრალე დაგიგუბებია, ხოლო ძარღვებში ცხელის სისხლის მაგივრად ჭაობის დუბელა ჩაგისხავს. ისე დაკნინდი და დაილია, რომ ვაშკაცობის აღარაფერი გცხია. ახია ჩემზი ახი! ახი! თეიმურას აქ რა გინდა? სამოფიში. გთხოვთ ბილეთი იყიდოთ. რა ბილეთი? წარმოდგენას მართავთ ღარიბ მოსწავლე ქალების სასარგებლოდ. თქვენც უნდა დაგვეხმაროთ. დიდი სიამოვნებით დავეხმარებით თქვენისთანა. თქვენი გვარი და სახელი, ქალბატონო. მარგარიტა ყაფლანიშვილი გახლავართ. საოცარი, საკვირველია. რა არის საოცარი? ის რომ ჩვენ ორივენი ობლები ვართ. ამ ქვეყნად ბევრი ობოლია. მართალია, მაგრამ ორივენი ჩვენი გვარის უკანასკნელი ჩავამავალნი ვართ. ეს მართლაც საკვირველია. თეიმურას რა დაგემართა? თეიმურას. ეხლა დადი ეკლესიიდან. ცოტას კიდევ მომეცდი და გავალ, ეხლა გავალ. თეიმურას ვერ მიცანი? ვერ ეხლავე კაცი ეკლესიიდან. რაო? გავიდე? რატო რა გავიდე? მე ეკლესიაში არ ლოცულობ. ბრინკა. სურს თუ არა შეუღლება? ჰა, გინდა თუ არა მარგარიტაზე ჯვარის დაწერა? გინდა ამას? სურს თუ არა შეუღლება? რასი კრიჭებით ქალბატონო ფალუს. ანუ რა უფლება გაქვთ რომ მაგოთან აქ სამხელთ მადამ ფალუს? თეიმურას უყვირი. მე უყვირი? უყვირი. რა გინდა რა შემაცივთ ვინ თავიდაბანებე?
საკუთარ პანაშვიდს დაესწარი, ჩემივე დასაფლავება ვნახე. თეიმურას. რა გიდა ივანე, რა შემაცილდი? ვიცი რომ ეკლესიაში პანაშვიდი კი არა ქორწილია, ჯვრისწერაა. მაგრამ ეს ქორწილი ჩემი პანაშვიდია, პანაშვიდი. რო? ის თქვა საწყალიო? წამო თეიმურ წავიდეთ. თეიმურ. მე არც საწყალი ვარ და არც უბედური. მე სნეული ვარ. სნეული. ვიყავი. დღემდე ვიყავი. დიდი მადლობელი დახმარებისათვის და მასპინძლობისთვის, ივანე. ისი არ მოკვდება თეიმურაზი, რომ სიკეთე 1000 არ გადაგიხადოს. მივდივარ. არ ვიცი, როდის ანსად შეხვდები. არც ის ვიცი, გნახავოდეს თუ არა. ეხლა მივდივარ ახალი ბედის აძებნელად. რაც მოხდა. რაც იყო წავიდა და აღარ დაბრუნდება. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. შვიდობით იყავი ჩემო თეიმურას. ხალხო და ჯამაათო, ამ სასახლეში რა უნდა ჩაყოს? ვინ მისამოდენა შენობები ამ წურბელას? გასი მეგართმევენ, ხვალ თქვენ წაგართმევენ. ვინ მოგცამეთ კი, ვინა? ვინა და რევოლუციამ. ხალხო, სმენა! აქ სკოლა იქნება. ქვით კი კოოპერატივი. სკოლისთვის ახალ შენობას ხომ არ ავაშენებ? აქვე იქნება აღბასკომიც. ჯაღოგი თავის დუქანში გადასახლდეს. მართალია თუ არა? ამ კაცსახნავ ნორმას დაუტოვებთ. სამაგიეროდ ეს დიდი ბაღვენახი სკოლას უნდა დაულოთ. სკოლისთვის უფრო უპრიანია. თქვენი შვილები ბაღვენახის მოვლა მოშენებას ისწავლენ. მართალია თუ არა? დღეს მეგართმევენ, ხვალ თქვენ წაგართმევენ. ეს თუ გეყართ ხალხომ გელსა. გლებმა ვიცის ასე. თუ ერთი დაიჭერი და წაიკეცი, ყველანი მოგესწევიან და შეგძამენ. მაშეგრე გინდა? საწყალი ჯაყოი უნდა დაღუპოთ. აგრე მალე დაივიწყეთ ჯაყოი მადლი. მას აღარ გენანები? ხალხო, ამ კაცმა ჩვენი ნაბატონები გახურდა. თქვენ ცისით რამდენი ავეჯი და სიმდიდრე დაიჭრა. ჩვენთვის გამოსადეგი არ დარჩეს. დანარჩენი კი მამაპაპეული განძი და ავეჯი. ხაზინა ქალაქში ვავაგზავნე. ხალხო! რაც აქ ისე აწყვია. ხო ვერსად ვერ წაგვივა. მაგრამ რაც გადამალული აქ ის გამოიტანეს. აბაჯაყო! დრო დაგიდგა. ჰა? აი და თეიმურაზის განზეულობა.
სანამ ხალხი აქ არის გამოიტანე. დავთვლით და ჩავწერთ. შეგეუბნები ჯაყო. მოიტან მეთქი თორე მე თვითონ გამოვიტან. მაშ კარგი. ჰეი, ილათ ედო დატა. მოიტათ ლომი და წერაქვი. იქ. ქვევით. მარცხნივ. კედელში!
ზედან გადამეხვევი მე შენ სადაც ონსავ ბრინკა! 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 მოხვიდოდე? ბრინკა! აბა ახლა დაჯდებოდე და მეტყოდე აქამდე სადი ხეტიალებდე და დაეთრეოდე? რა გინდებოდე ვითომა რომ ფეხი დაგკარი და გაიქეცი? რა მოგიგე? ენდე როგორ გახდებოდე? დაჯდებოდე დუქანს მოულიდე და ბუღლატერიასაც გააკეთებდე, თორე ყველანი გატყვევდნენ ქეშელასა. საწყალი ჯაყოე. ძალიან ბევრი წააგე. დუქანი დაკეტე ჯაყომა. იმ სიშორეზე ხალხი აღარ მიდიხარ. შენ სახლში ახლა კაპრატივი გახსენი თავრობამა, გინდა ტყავი გააძრობდე ხალხსა. ესენი კი იძახოდნენ, ხალხი იაფისაკონელი უნდა მოგწე, ой мама იგი ცხონდა. ვითომ არ ვიცის ჯაყომა როგორ უნდა მოატყვევდე ხალხი. აი დაუბრუნდი. ახლა ჯაყო სახლი აღარა გაქვს. სახლით წაგართვეს, ავეჯი და ყველაფერიცა. ოქროცა, ვერცხლიცა, სარკეცა, ხვალხანჯალიცა და ყველაფერიცა. სახლი წაგართვეს და სკოლა გაგიკეთეს. რა ოხრად გინდა ჯაყოს სკოლა? თუ ჯაყოს განათლება არა გაქვს, კარგი ბიჭი ვერ ახარ რაღა. ბრინკა, იცი რას გითხრა? მოდი ის სახლი ისევ შენ წაიღებდე. ღმერთმანი თავრობა ისევ მოგცემდეს ის სახლი. არა ჯაყო, არ მომცემენ. მოგცემენ მეთქი ბრინკა. ისევ ერთად იცხოვროთ მე და შენა, შენ მარგოს ძმა ვიქნები, მე კიდე ქმარიასი არ გინდოდეს სინათა? მაგრამ სახლს მაინც არ მომცემენ. მოგცემენ მეთქი, მაშინ მოგცემენ. მოდი შევიგდეთ. რაც მოხდა, მოხდა. ჯაყო ჯავრიანი კაცი არ ახარ. რა თქმა უნდა. ღმერთმანი ჯაყომ ყველაფერი დაივიწყე. ბრინკა, შენ ისევ დუქანში ივაწრებდე. ჯამაგირიც მოგცემდე, თვეში 5 მანეთი ხომ გეყოფოდეს? რა თქმა უნდა, კარგად მეყოფა. მაშ ხოლმე წახვიდოდე დუქანში და ბუღლატერიასაც დაიწყებდე. ქეშელა და გიბა გომურში ცხოვრობ, შენც იქ დაიძინებდე. მართლა ბრინკა? აბა ერთი ნახავდე პატარა ჯაყოსა? ეს ერთი და სხვა 100.
მაშ-მაშა აგრევიცის ჯაყომა. პრინკა, იცი რას გითხრამ? შენ რომ მოკვდებოდე, ხევისთავის გვარიც აღარ ვიქნებოდე. მოდი საქმე ისე გაგაკეთებდე, რომ ამ პატარა ჯაყოსა ხევისთავი დაგარქმევდე. ჰა, რა სიტყოდე? ჰა, რა სიტყოდე? დაგარქვა თუ არა ხევისთავი პატარა ჯაყოსა? თეიმურას შენ ახარ? თეიმურას შვიდობაში შენი დაბრუნება. დამცინი ივანე. რაიმე? რა გაქვს დასაცინი შეგაიგაცო? დასაცინი ისა მაქვს რომ დავბრუნდი. ძალიან კარგი ქენი რომ დაბრუნდი. ხომ გაიგე რომ სკოლა გავხსენით და კოოპერატივის დავაარსეთ. ხარში მოგვიდეკ და იმუშავე. რა ჩემი საქმეა ახლა სკოლა და კოოპერატივი. თუ ჯაყოს შაუდებ დუქანში, რატომ კოოპერატივში არ გინდა მუშაობა? ისევ ჯაყოსთან გირჩევნია დაბრუნება. ღმერთმა დამიფაროს. არც მესამე გზა მოსჩანს. მაშასადამე? მაშასადამე? ან სკოლა, ან კოოპერატივი. რომელი გინდა? რომელი გინდა? კოოპერატივი. მადლობა უფალსა. მოიტა ხელი. ალბათ ისევ შენს ნასახლარში შენ წინანდელ ოთახს დაგიბრუნებთ. იქნება შენი ავეჯიც ჩაგაბაროთ. ავეჯი? მაგრამ ჯაყოს აღარ ეკითხები? ჩაყოს დრო წავიდა. რაც შენ გეკუთვნო და ერთი ნივთიც არ გავატანეთ. ნაწილი ავეჯი სოფლის საბჭოს გადასცეს. ნაწილი სკოლას და ნაწილიც მასწავლებელს. მართალია ნეთევზე, რომელმაც მღრიე წყლით ისარგებლა. ბრალიანი არც გელია, რომელიც უპატრონო ბატკანს წააწყდა. კისერიც მოუტეხიათ. თევზებსაც და ცხვრებსაც ქვეყანას იმათვის არ ასცალია ის. თავისი გზით მიდის და ვერც კი ამჩნევს შეჭმულ ცხვრებსა და თევზებს. მაგრამ არის კიდევ ვიღაც ამ ქვეყნად ღმერთის გარდა, რომელიც ურმით დასდევს ფეხმართ მგლებს.
ორმითა? ო, ორმით. და რაც არ უნდა მარდათ ირბინოს გელმა და სადაც არ უნდა გადაიკარგოს ის ურმით მადევარი ვიღაც მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჭს. ასია მომართული ეს ქვეყანა. Varis la lo bichebo